დავით ჯანდიერს ვთხოვ აგრეთვე დააფიქსიროს თავისი შტაბ-ჩნდებები მათ შორის პროცესებიდან, რომელსაც ის ესწრება სისტემატურად. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ყველა პროცესებით, მე ვესწრებოდი ყველა პროცესს. ამ სხდომებს არაფერი არ აქვს საერთო სამართალთან და სამართლიანობასთან. ეს ძალიან შორს არის იმ ევროპული სტანდარტისგან, რომლისგანაც მივისწრაფვით, რაც არის ქართული ხალხის არჩევანი. ძალიან სამწუხაროა ის, რომ სასამართლოს და მოსამართლეებს ხანდახან ახსენდებათ ის, რომ რეალურად აქ დავა უნდა იყოს სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით და მაშინ, როდესაც რუსთავი ორის წარმომადგენელი აკეთებს განცხადებას და სურს, რომ თავისი პოზიცია დაიცვას და იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც განსაკუთრებულად რთულია და მძიმეა მოწინააღმდეგე მხარისთვის, ყოველთვის აწყვეტინებს სიტყვას. მე ვარ მომსწრე არნახული სასამართლო პროცესების, რომელიც სავსე არის განსაკუთრებით ერთ-ერთი მოსამართლე სავსე არის ცინიზმით, სავსე არის იმით, რომ შეაწყვეტინოს მუდმივად მხარეს და არ მიცეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი აზრი. თუ ის არის სასამართლო კოლეგია პერიოდულად დაინტერესებული იმ ნორმების შინაარსით, როგორ უნდა იყოს გამოყენებული, რატომ ჩქარობს ასე და რატომ არ უნდა, რომ ჯერ იქნეს შემოწმებული კონსტიტუციურობა იმ ნორმების, რომელსაც ეფუძნება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და შემდეგ იმშელოს ამ ნორმებზე. ეხლა, როდესაც სიჩქარეზე ვსაუბრობთ, ყველას ახსოვს, ვინც ვესწრებოდით იმ სხდომას, რომ 31 მაისის სხდომაზე თავად კოლეგიის წევრებმა თქვეს, რომ მათ არ ეცალათ და გუშინ დანიშნეს სასწრაფოდ დღეს 31 მაისს ეს სხდომა. იყო რა თქმა უნდა შემთხვევა დაკავშირებული იმასთან დღევანდელი, როდესაც მთელი სასამართლო იყო პარალიზებული, არც ერთი სხდომა არ ტარდებოდა იმის გამო, რომ სასწრაფოდ ჩატარებული იყო ეს სხდომა და ადვოკატებს, როდესაც განუსაზღვრეს ვადა, რომ იმისთვის, რომ რა პერიოდში დაეცვა თავი. რა თქმა უნდა, საპროცესო საფუძველი ამის არის და ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ წინა კოლეგიას აქვს მიღებული გადაწყვეტილება და ამ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს არის განსაკუთრებულად რთული კატეგორიის მქონე საქმე. რატომ ჩქარობს სასამართლო, რომ მიიღოს დაჩქარებულ ტემპებში საქმე? მე არ მგონია, რომ აქ მე არ მგონია მხოლოდ ის, რომ აქ შედეგზე არის საუბარი. შედეგი რა თქმა უნდა წინასწარ არის განსაზღვრული და ამაში მე ეჭვიც არ მიპარება, იმიტომ რომ სხვაგვარად ასე პროცესის წარმართვა არ იქნებოდა, მაგრამ 8 ივნისი ეს არ არის მხოლოდ 5 თვის ვადა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე არის და უმეტესობა რაოდენობა საქმეების, რომლებშიც საპროცესო ვადა არის დასრულებული, დარღვეული, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ 8 ივნისს იწყება წინასაარჩევნო კამპანია და ხელისუფლებას არ სურს, რომ ყვირილით შეხვდეს ამ წინასაარჩევნო კამპანიას. და ერთი საკითხი, რომელზეც მინდოდა კიდე ყურადღება გამომახვილებინა, დღეს სააპელაციო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდა ყველა სასამართლოს ავტორიტეტის დაცვისკენ. სასამართლოს ავტორიტეტი მაშინ განადგურდა, როდესაც მოსამართლეთა კორპუსის გარკვეულმა ნაწილმა ხმა მისცა მურუსიძეს გირგვლიანის საქმის ხელმომწერ მოსამართლეს, რომ ყოფილიყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე და მაშინ, როდესაც პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეულმა წევრებმა დაუჭირეს მას მხარი. და ერთი კიდევ რაც მინდოდა მე თქვა, რეალურად დღეს ძალიან მძიმე სიტუაცია, მე უფრო მეტად ჟურნალისტების მინდა მივმართო, რომ დღეს გიორგის მაგალითიც ისაკაძეს ამას ადასტურებს, რომ ისე როგორც არასდროს და საზოგადოებას ალბათ ჭირდება გვერდში დგომა, იმიტომ რომ დღეს ისეთი სიტუაცია ამ ქვეყანაში, რომ ჩემი პროფესია უკვე ვეღარავის ვერ იცავს. დიდი მადლობა.